მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მოქალაქეებისთვის დაბრუნებული მილიონი ლარი. ასეთია კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს 2025 წლის ანგარიში. სააგენტოში გასულ წელს შესული განაცხადების 90%-ზე მეტი მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა. სააგენტოს ანგარიშია არაერთი მოკვლევა, მათ შორისაა ფარმაცევტული, რუსთავის ბაზრობა, ონლაინ პლატფორმებისა და თევზის ბაზარი. უფრო კონკრეტულად რა შედეგები და გეგმები აქვს სააგენტოს და როგორ ემზადება უწყება 2026 წლის სექტემბერში დაგეგმილი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობისთვის საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ექვინაძია ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თავდაპირველად, როდესაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაც დაგევალათ, მაშინ ბევრი იყო სკეპტიკურად განწყობილი, რამდენად გამართლდებოდა და რამდენად რეალურად ხელშესახები შედეგები დაიდებოდა. თუმცა სტატისტიკა, რომელიც მე ხა მაყურებელს გავაცანი 2025 წლის მთლიანობაში, თითოეულ ჩვენგანის გარშემოც აშკარად მდგომარეობა ამ კუთხით, მათ შორის ცნობადობის ნაწილში შეცვლილია უკეთესობისკენ. თქვენი გადმოსახედიდან რამდენად გავიზარდეთ მომხმარებლები ამ ნაწილში, რამდენად აქტიურები ვართ და რამდენად ხშირად მოგმართავთ სააგენტოს ამა თუ იმ უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ანუ ეს კანონის მიღებიდან და მისი ამოქმედებიდან რეალურ შედეგამდე რა გზაც გაიარა, შედეგიანია დღევანდელი გადმოსახედიდან? აი, მოგესალმებით, ჩვენს მაყურებელს მივესალმები. მადლობა მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ იყო გარკვეული შიშები ამ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან მრავალმხრივი საკითხებია, რის დაფარვასაც აღნიშნული კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ახდენს და იყო ესე რომ ვთქვათ პრაქტიკების დადგენის საკითხი, ანუ კანონში ყველაფერს ვერ აღწერ და მნიშვნელოვანი იყო გარკვეული პერიოდის გასვლა იმისთვის, რომ გარკვეული პრაქტიკები დადგენილიყო თუ რა იყო სწორი კონკრეტული მიმართულებით. პირველი ტესტი ამ კანონმა გაიარა შემოსვლიდან რამდენიმე თვეში, როდესაც პირველი მსხვილი кейსი შემოვიდა ჩვენთან, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტვირთების ტრანსპორტირების ნაწილზე და მე შემიძლია თამამად ვთქვა და ბევრ მომხმარებელს შეგვიძლია ვკითხოთ ამასთან დაკავშირებით, რომ დაახლოებით 300-მდე მომხმარებელმა ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნება შეძლეს და პირველი ტესტი, ესე ვთქვათ, კანონის ეფექტურობასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს საკითხი და ეს გადაწყვეტილება იყო. 3 წელზე მეტია უკვე გასული და მე გეტყვით რამდენიმე ციფრს გასულ წელთან შედარებით 2025 წელს თუ ავიღებთ დაახლოებით 65%-იანი ზრდა გვაქვს მომართვიანობაში და ეს არის დაახლოებით წელიწადში 1500 გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი უწყების მიერ იქნა მიღებული, 90% მომხმარებლების სასარგებლოდ და დაახლოებით 1 მილიონამდე თანხა, რომელიც მოითხოვეს მომხმარებლებმა და ჩართულობის შედეგად უკან დაუბრუნდათ. აი ეს არის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის და დათვლილი სტატისტიკით მიღებული შედეგი, ყველაზე ხშირად მომხმარებლები სწორედ თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდნენ. თუ წელევანდელი წლის 3 თვეს ავიღებთ, გაორმაგებულია შარშანდელთან შედარებით მომართვიანობა. ორ რამეს აჩვენებს ეს ციფრი. პირველი ის, რომ ვფიქრობთ, რომ ცნობიერება გაზრდილია მოქალაქეებში და მათ იციან საკუთარი უფლებების შესახებ უფრო მეტი, ვიდრე იცოდნენ მანამ და მეორე, მე ვფიქრობ, რომ აქვთ ნდობა ჩვენი უწყების მიმართ, იმიტომ რომ გადაწყვეტილი кейსები და მიღებული შედეგები ძალიან სწრაფად ვრცელდება მომხმარებლებში და ისინი შემდგომ უზიარებენ ამ გამოცდილების შესახებ ერთმანეთს, ეს ხდება სოციალური ქსელებით, ეს ხდება პირადად თუ ესე შემდეგ. ყველაზე პრობლემური ნაწილი მაინც ალბათ ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ვერ ხედავს. მიუხედავად რომ მათ შორის თქვენი წარმომადგენლების მონაწილეობითაც ამ ეთერში ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ, რა უფლებები აქვს ამ შემთხვევაში მომხმარებელს, რა შემთხვევაში შეუძლია მომართოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა რომ არის, რომ ნივთის დაბრუნება მას შეუძლია და არანაირი პრობლემას ეს არ უნდა წარმოადგენდეს და შემდგომ აი რამდენად თვითონ ონლაინ ვაჭრობის მონაწილეები რამდენად გაიზარდნენ ურთიერთობის კუთხით მათ შორის მომხმარებელთან და რამდენად პასუხისგებლობით ექცევიან ან დაუშვათ რა ხდება რიტეილ სექტორში ამ ნაწილში ისინი რამდენად პასუხისგებლები არიან მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით პრობლემა სად უფრო მეტია თქვენ აღნიშნეთ და დაახლოებით 70% ონლაინ ვაჭრობას ეხება და ეს არის ძირითადად ტექნიკით და ტანსაცმლით ვაჭრობა, იმიტომ რომ ყველაზე ფართო სფერო ვაჭრობაში სწორედ ეს მიმართულება წარმოადგენს. მეორე პოზიციაზე არის ტრანსპორტირება, როგორც ადგილზე გამოწერილი ნივთებით, ასე უცხოეთიდან გამოწერილი ნივთებით და ეს მიმართულებაც, ესე ვთქვათ, ბოლო პერიოდში მზარდია. მე ვთვლი, რომ გარდა მომხმარებლებისა, რომელებაც ცნობიერება გაზარდეს, ძალიან ბევრი კომპანია საქართველოში უკვე სხვაგვარად უყურებს
მომხმარებელთან ურთიერთობას ძალიან ბევრი სტანდარტია დადგენილი, არაერთი შემიძლია ჩამოთვალო, მათ შორის ფასების მითითების, ფასდაკლებებთან დაკავშირებით, მენიუებთან დაკავშირებით, ასევე დროითი ინფორმირების სტანდარტთან. კომპანიები აი ამ რეკომენდაციებს ადვალებებს ხშირ შემთხვევაში და ძალიან ბევრ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს შეხება სხვადასხვა კომპანიებთან, როგორც მე პირადად, როგორც მომხმარებლებს და ამას ჩვენ ძალიან ხშირად უყურებთ, მათ აღნიშნული საკითხები გათვალისწინებული რეალურად აქვს. თუმცა მაინც რჩება ახლა სფერო მზარდია, კომპანიები ამ ბაზარზე შემოდიან, მათ შორის ბევრი კომპანია ჩდება სოციალურ ქსელში, ონლაინ მიმართულებით და რჩება რა თქმა უნდა. ფასების მითითება ან არის პრობლემას წარმოადგენს. კი, წარმოადგენს თუნდაც, იმიტომ რომ ალბათ ეხლა ვხვდებით ხომ, რომ მაგალითად იცით რა არის, აი თავაზობენ რაღაც უძრავ ქონებას კონკრეტული კომპანიები და მაგალითად აი ფასი პირადში იხილეთ. ეს დარღვევა ჩვენი გადასახედიდან, თუმცა ჩვენ ამის ასე რომ ვთქვათ, მომხმარებლის მომართვის შემთხვევაში რეაგირებთ ესეთი ტიპის ფაქტებზე და მომხმარებლის აქტივობაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, ამიტომ ჩვენ ძალიან დიდ დროს უთმობთ, ასე რომ ვთქვათ, კამპანიებს, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და სხვადასხვა ტიპის მიმართულებებით, რომ მომხმარებელი იყოს აქტიური ჩვენთან მიმართულებით. რაც უფრო აქტიურია მომხმარებელი, მით უფრო ეს მეტი გარანტია მათი უფლებების დაცვით. ჩვენ ახლა უახლოეს პერიოდში ალბათ გამოვაქვეყნებთ ძალიან საინტერესო პოსტერებსაც, სადაც იქნება აღწერილი მთავარი სტანდარტები, რაც ჩვენს მიერ იქნა დადგენილი, თუ რა ითვლება დარღვევად ჩვენს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით და მომხმარებელს ეს დამატებით კიდევ უფრო მეტ ინფორმირებას მისცემს, თუ რაზე უნდა ირეაგიროს და მოგვცეს ესე რომ ვთქვათ უკავშირი მსგავს საკითხებთან მიმართებით. კი ბატონო. ეხლა მივყვეთ იმ მიმართულებებს, რომელსაც ასევე 2026 წლის განმავლობაში მონიტორინგს უწევთ და სწავლობთ. რომელია ეს მიმართულებები? ძალიან ბევრი ხმაურიანი დასკვნა გქონდა წლების განმავლობაში თქვენი სააგენტოს მხრიდან 2026 წელს რა ბაზრებს სწავლობთ და როდის რაზე უნდა ველოდოთ დაუშვათ კონკრეტულ დასკვნებს. ამ დროისათვის ჩვენთან მიმდინარეობს მონიტორინგი 7 სტრატეგიულ ბაზარზე. ანუ ეს არ არის მოკვლევა, ეს არის უბრალოდ ბაზრის მთლიანობაში შეფასება. აქედან ყველაზე აქტუალური, რა თქმა უნდა, არის საწვავის ბაზარი, FMCG ბაზარი, არის აგროპროდუქტების ექსპორტის ბაზარი, მოცვის და თხილის მიმართულებით, არის თამბაქოს ბაზარი და არის აგროპესტიციდები, აგროქიმიკატები და სამედიცინო სერვისების ბაზარი. აქედან მუდმივ მონიტორინგშია საწვავი, FMCG და რამდენიმე მიმართულება, მისი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, წელს რასაც დავასრულებთ, იქნება აგროპესტიციდები და აგროქიმიკატები, პრაქტიკულად ეს საკითხი, ასე ვთქვათ, შესწავლილია და ბოლოშია გასული და ასევე იქნება სამედიცინო სერვისების ბაზარი, რომელიც რიგ სერვისებზე მომსახურების ფასების მომართვიანობის შედეგად მიღებული დაუშვათ რიგ შემთხვევაში ეს იყო მაგალითად აგროპესტიციდების შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაწყებული პროცესი, სამედიცინო სერვისების შემთხვევაში კონკრეტული სტატისტიკური ინფორმაცია, როდესაც მოხდა 2025 წელს დაახლოებით 26%-იანი ზრდა მთლიანობაში საავადმყოფო სერვისებზე და მე ჩვენ ძალიან სიღრმისეულად ჩავედით ამ მიმართულებით. ამ დროისთვის ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს რიგი მიმართულებები, სადაც 100-ზე მეტ პროცენტზეა ფასი გაზრდილი, არის სამედიცინო მომსახურებებზე. კი, ოღონდ ეს არის ძალიან ვიწრო და სპეციფიური მიმართულებები, არის მიმართულებები, სადაც 100%-მდეა, სადაც არის საერთოდ არ გაზრდილა, ან რიგ შემთხვევაში შემცირებულია კიდევაც, ანუ ამ სურათის ეხლა მიმდინარეობს რიგი ინფორმაციის დამუშავება და მიმდინარე წელს ჩვენ ყველა ვარიანტში დავხურავთ ამ ინფორმაციას, ამ მონიტორინგს უпростоრად და გვექნება ბუნებრივია განხილვა მათ შორის სექტორის წარმომადგენლებთანაც. კი ბატონო, რაც შეეხება დაუშვათ საწვავს და ამ შემთხვევაში FMCG ბაზარს, რომელიც ბოლო პერიოდის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილს წარმოადგენს, საწვავის შემთხვევაში ძალიან ბევრი საერთაშორისო ფაქტორია პრობლემური, რომელიც ეხლა მაგალითად რაიმე კონკრეტულ შედარებების საფუძველს პირიქით უფრო ალბათ გაგირთულებ, თუმცა რაც შეეხება FMCG ბაზრის შემთხვევაში, იქ როგორი ტენდენცია იკვეთება, რაც ჩანს ჯერჯერობით. საწვავის შემთხვევაში ახლა ჩვენ ვხედავთ ირგვლივ რა ვითარებაა და პროგნოზი მნიშვნელოვნად გართულებულია. ორი მთავარი ფაქტორი, რაც განაპირობებს ფასს და რასაც ჩვენ უყურებთ, ადგილობრივ საცალო ფასებთან კორელაციაში ეს არის კურსი, რომელიც მყარია და ასევე საერთაშორისო ფასები, რომელიც მზარდია და აისახება იმპორტისთვის ღირებულებაზე. ჩვენ კვარტლის სურათი ძალიან მალე გვექნება, თუმცა მთლიანობაში ვხედავთ, რომ აღნიშნული ფასების დინამიკა საბაზრო პროცესებთან სრულ კოორდინაციაშია და თუ შევადარებთ ახლა ირგვლივ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ფასებს, თუ არ გულისხმობთ ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს, ეს ფასები ბევრად უფრო, ესე რომ ვთქვათ, საცალო მიმართულებით
ასახავს იმ რეალობას, რაც არის ჩვენს ირგვლივ და იმ ტენდენციებს, რაც არის მთლიანობაში მსოფლიოში. რაც ეხება FMCG ბაზარს, თქვენც ადევნებდით, ალბათ და ჩვენც ვადევნებთ თვალს ამ პარლამენტში მიმდინარე დისკუსიებს, მათ შორის სამთავრობო კომისიის ფარგლებში. ბუნებრივია ხანე წინასწარი დასკვნებზე აქ საუბარი რაც იქნება ჩემ მხრიდან არ იქნება მართებული, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ის მონიტორინგის ფარგლებში მიღებული სურათი, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს 14 მილიარდიანი ბაზარი FMCG-ზე, იმ მეთოდიკით, რა მეთოდიკითაც ჩვენ ვითვლით. ამაში შედის მთლიანად რიტეილ ბაზარი, დისტრიბუციის ნაწილი, ყველაფერი. სწრაფი მოხმარების პროდუქტების ბაზარი, გამოკლებული სააფთიაქო ქსელები და რიგი ესეთი ღია სავაჭრო ტიპის ობიექტები. ეს ციფრი განსხვავდება გალთენთაგარტის და TBC კაპიტალის მიერ დათვლილი ციფრისგან, იმიტომ რომ მეთოდიკაა განსხვავებული, ისინი თვლიან ხარჯების მიხედვით, ჩვენ ვითვლით შემოსავლების მიხედვით, იდენტიფიცირებული გვაქვს საქართველოში მოქმედი ყველა სავაჭრო ობიექტი, რომელიც ამ სწრაფი მოხმარების პროდუქტებით ვაჭრობს. დაახლოებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი 2025 წელწინაწელთან მიმართებაში ქსელების წილი, დაახლოებით 75%-ზე არის ადის მთლიანობაში, როდესაც ის დაახლოებით 58%-ის ფარგლებში იყო, სამსხვილ კომპანიის წილი არის დაახლოებით 48-49%-ის ფარგლებში იყო 32%. ხუთი მსხვილის წილი არის დაახლოებით 60%-მდე, როცა იყო 47%-ის ფარგლებში. ანუ რატო ვამბობ ამ ციფრებს? კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, ეს არ აქვს ბაზარზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი, როგორც ცალკე აღებული, ასევე ჯგუფური დომინირების სახით. ანუ ისთვის გვინდა ჩვენ დომინანტი ეკონომიკური აგენტების იდენტიფიცირება, რომ კონკურენციის კანონმდებლობას ჰქონდეს მოქმედების ბერკეტი, იმიტომ რომ დომინანტ კომპანიებს ჩვენ უკვე სხვანაირი რეგულირების ფარგლებში ვაქცევთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რიგ სავაჭრო ქსელებს თუ ობიექტებს არ აქვთ ძალაუფლება და ამაზე ერთხელაც ითქვა. არის გარკვეული დისპროპორცია ძალაუფლების სიმძიმის ცენტრებს შორის, ქსელებთან და განსაკუთრებით მცირე და საშუალო მოთამაშეებს შორის. გარდა ამისა, ძალაუფლების გარკვეული მაჩვენებელი აქვთ მსხვილ იმპორტიორებსაც, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში არიან, ვინ უფრო მეც შესთავაზებს ქსელს, რომ შევიდეს ქსელში და ამ დროს მცირე და საშუალოს არ ყოფნის რესურსი იმისთვის, რომ მისთვის ადგილი დარჩეს ამ ძლიერ კონკურენციაში. ამიტომ მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის მხარდამჭერი ზომების მიღება, რომელიც შეავსებს კონკურენციის დღეს არსებულ მოქმედ კანონს და ამასთანავე უზრუნველყოს მცირე და საშუალო ბიზნესების დაცვას, რომ მათაც კონდეთ გარკვეული სივრცე საკუთარი პროდუქტის რეალიზაციისთვის, მიუხედავად იმისა, არიან ეფექტურები თუ არ არიან ეფექტურები, აწარმოებენ ბევრს, სტარტაპი აქვთ თუ უკვე ტრადიციულად ჩამოყალიბებული არის ეს სავაჭრო ურთიერთობები. გარდა ამისა, ჩვენ ხედავთ დინამიკას, მათ ეს ხშირად ნახსენები, კეშბექები თუ ესე შემდეგ, რომელიც ბოლო წლების დინამიკაში რიგ პროდუქტებზე გაზრდილია და ეს გაზრდაც სხვილი იმპორტიორების მხრიდან ერთგვარი კონკურენციის შედეგი, იმიტომ რომ ისინი არიან ზრდის მაპროვოცირებლები, როდესაც ამა თუ იმ ქსელს თავაზობენ საკუთარ პირობებს. აი ეს არის დაახლოებით ვითარება. მე ვფიქრობ, რომ იმისთვის, რომ უფრო მეტი კონკურენცია და უფრო მეტი ბერკეტი იყოს ამ მიმართულებით, საჭიროა გარკვეული მხარდამჭერი საკანონმდებლო რეგულატორები, რომლებიც დღეს არსებულ კონკურენციის კანონს მისცემს უფრო მეტი ეფექტურობით მოქმედების საშუალებას. ეს მთელ მსოფლიოში, მთელ ევროპაში ეგრე მუშაობს და მათ შორის ჩვენთანაც ალბათ მნიშვნელოვანი ვარ, რომ ეგრე. იქნება თუ არა, სხვა შორის შოთა ბერეკაშვილმა ამ ფასების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ ამ ეთერში თქვა, რომ ისინი განიხილავენ იმ საბოლოო დასკვნა, როდესაც იქნება იმ ჩამოწერილი რეკომენდაციების შორის ერთ-ერთი იქნება მონიტორინგის ფუნქციის კიდევ უფრო მეტად მოცემა ამ შემთხვევაში კონკურენცია აგენტოსთვის. ერთ-ერთი ვერსიაც სწორედ ეს განიხილება და მათ შორის კანონმდებლობით კიდევ უფრო მეტი უფლების მონიჭება, როგორც მე ვხვდები ყოველ შემთხვევაში საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი და ვნახოთ როგორი იქნება, მაგრამ ეს ფასების შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ანუ რეალურად ფასების საკითხს დაარეგულირებს, რომ დაუშვათ ისე არ გაიზარდოს ფასები პირველად სასურსათო პროდუქტებზე, რომ იმის ანუ რეალურად კომპანიას ჰქონდეს პირობითად 85%-იანი მოგება ან ფასნამატი და შესაბამისად არარეალური ფასები მივიღოთ. ეს ფასები ბევრ ფაქტორზეა მთლიანობაში დამოკიდებული, თუმცა მთლიანობაში ალბათ ეფექტური კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სამართლიან ფასებზე ვსაუბრობთ საბოლოო ჯამში. მე წინასწარ გამიჭირდება ხარ ამის თქმა საბოლოოდ
რა ფორმულით მოხდება ესე რომ ვთქვათ ამ სექტორის მიმართ რეგულირება თუ დამატებითი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღება, თუმცა რა თქმა უნდა კონკურენციის სააგენტო თავის კომპეტენციისა და მანდატის თუ გამოცდილების ფარგლებში მზად არის, რომ ასე რომ ვთქვათ ამ მიმართულებით უზრუნველყოს ესე რომ ვთქვათ დამატებითი საკითხების მონიტორინგი თუ დამატებითი საკითხების ზედამხედველობა. ბევრ ქვეყანაშია მსგავსი რამ განსაკუთრებით სადაც ასე რომ ვთქვათ სასურსათო პროდუქციაზე ფასების თემა ძალიან აქტუალურია და ეხლა ისეთ პერიოდია რომ ძალიან ბევრ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში სწორედ ესეთი ტიპის პროცესი მიდის, როდესაც ხდება ასე რომ ვთქვათ ამ დამატებითი მექანიზმების შემუშავება და ნახოთ რა ფორმას მიიღებს საბოლოოდ ეხლა წინასწარ გამიჭირდება რა მეკითხა საბოლოო განწყობილება როდესაც იქნება მიღებული, მე კლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ, განსაკუთრებით საინტერესოა თქვენი მონიტორინგის შედეგების და იმის მერე უკვე შედარება და მთლიანობაში ამის ანალიზით და ჩვენი საუბარი მე ერთ დავას ვთქვათ ეხლა კომისიები ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაინც ფართო და ბევრი უწყების ჩართულობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი უწყების ძალისხმევა ყოველთვის არ იყო ცალკე ღებული რომელიმე უწყების ძალისხმევა მთლიანობაში, თუმცა კომისიები მოიცავს ძალიან მრავალმხრივ საკითხებს, რომელიც რიგ შემთხვევაში ესე რომ ვთქვათ მხოლოდ ჩვენ ვყურებთ მხოლოდ კონკურენციის ნაწილს, მაგრამ იმის გარდა ეგ ძალიან ბევრ თემებზე იყო საუბარი, ალბათ რომელიც კომპლექსურად მთლიანობაში დიდ სურათში იქნება დანახული და ეს კიდე დამატებითი საკითხი იქნება, რაც ამ ბაზარზე უფრო მეტ სტაბილურობას გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს მოკლედ რომ მიპასუხოთ, სექტემბერში დაგეგმილი კონფერენცია, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ამ სექტორში მუშაობ ადამიანებს, ამ მიმართულებით დაინტერესებულ ადამიანებს უფრო ზუსტად და რამდენად წარმომადგენლობით დელეგაციას ველოდებით ამ საქართველოს კონკურენციისა და მოხმარებლის დაცვის სააგენტო 2026-27 წლებში არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი და წარმომადგენლობითი ორგანიზაციის მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელის ხელმძღვანელი უწყება 1 ივლისიდან შედის ძალაში ჩვენი ხელმძღვანელობა. ეს ნიშნავს, რომ 1 წლის მანძილზე 80 ქვეყანაზე მეტ წარმომადგენლობას თან ერთად ჩვენ ვიმუშავებთ საერთოდ გლობალური სტანდარტების მომხმარებელთა უფლებების მიმართულებას გულისხმობ, ახალი ტენდენციების, საკითხების დამუშავებაზე და ასე რომ ვთქვათ საერთო პრაქტიკების გავრცელებაზე. ჩვენთვის როგორც ახალგაზრდა უწყებისთვის ეს ძალიან პრესტიჟულია და პირველი ასე რომ ვთქვათ მასპინძლობა ჩვენ გადავიბარებთ ხელმძღვანელობას 1 ივლისიდან და პირველ ასე რომ ვთქვათ მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებთ სექტემბერში, სადაც 80-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით მიიღებს მონაწილეობას და მე ვფიქრობ ეს ცოდნის გაზიარება ჩვენი უწყების საერთაშორისო რეპუტაციის და ზოგადად აი კარგი პრაქტიკის გაზიარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ადგილობრივ საზოგადოებასაც ექნება საშუალება, რომ გაეცნოს როგორ რეგულირდება ასე რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ ღია და პრობლემური საკითხები მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში. ძალიან დიდი მადლობა. ისეთი მიმართულებებს ყურირებთ და უწევთ მონიტორინგს, რომ თემები ამოუწურავია, ამიტომ სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში ირაკლი ლექვინაძე საუბრობდა.